მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი 20 ივნისს არის ასევე თქვენი გუნდის ლიდერების პროცესი რომელიც ეხება წულუკიანის კომისიაზე მისვლა არ მისვლას და ვიდრე ეს პროცესი დასრულდება და ვიდრე გავიგებთ რა ტიპის გადაწყვეტილებები არის მთელი რიგი პოლიტიკური ლიდერების მისამართით მისაღები უკვე ვიგებთ კიდევ ერთი ესე ვთქვათ გამოძახების შესახებ ასევე წულუკიანის კომისიაზე ხაზარაძის. აი ეს ხელმეორე დაძახებას რას ემსახურება თქვენი აზრით? შეიძლება თუ არა პირველ ჯერზე იყოს ჯარიმები, მაგრამ იქვე დაკიდეს მეორე გამოძახება, რომ თუ კიდევ არ მოხვალ, შემდეგ გართულდება ვითარება ამ ტიპის გზავნილისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, თავისუფლება სინდისის ატიმრებს და სოლიდარობა აგრეთვე ყველა იმ ადამიანს, მათ შორის თქვენს კოლეგებს, რომელიც აბსურდული საქმეების გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობითაც მოხვდნენ საპატიმროში, თუმცა რა თქმა უნდა ჯარიმაც არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს კიდევ სულ სხვა საკითხია, აბსურდული არის თვითონ შინაარსი მისი. რაც შეეხება 20 ივნისს წესით ეს უნდა იყოს დასკვნითი სხდომა, ბოლოს სხდომა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჩვენ ყოველდღე ველოდებით კონკრეტული ლიდერის დასკვნით სხდომას და არც ერთი არ დადგა, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც ტიპის გაგვეგო რა ტრენდით იხემძღვანელებს სასამართლო ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ყველას ერთი და იგივე кейსია. მე ამ შემთხვევაში თლად ტენდენციის მოლოდინიც არ მექნებოდა. შეიძლება სხვადასხვა მიდგომა იყოს სხვადასხვა ლიდერის შემთხვევაში? ქართული ოცნებისთვის სამართლებრივი ლოგიკა ჯერ ერთი არ მუშაობს, არ არსებობს. შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები. ჩვენ 18 გუშინ უბრალოდ ზურა ჯაფარიძის განაჩენსაც ველოდებოდით, მას გადაუდეს მომდევნო კვირისთვის 23-ში. განაჩენსაც ველოდებოდით. ვაშაძის განაჩენი უნდა იყოს წესით ასევე 20-ში, რამდენადაც მე ვიცი. და ვნახოთ, როგორი მიდგომა ექნებათ. არ გამოურიცხავ, ბუნებრივია, რომ იყოს განსხვავებული. ამავდროულად გირაოს გადამხდელებსა და არ გადამხდელებს შორის ამ ტიპის სეგრეგაცია, რომ ვინც გადაიხადა რაღაც მეტი ინდივიდუალურსაც არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ მე როგორც იურისტი გეუბნებით, რომ ვერანაირ სამართლებრივ ლოგიკას ვერ ვპოულობ ამაში, არც უძლებს სამართლებრივ ლოგიკას, თუნდაც ეს ხელმეორედ დაბარება ამავე კომისიაზე და რასაფუძვლით თან, რომ მამუკა ხაზარაძის საქმიანობა რომელიც თურმე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პოლიტიკური მიზნებისთვის ყოფილა ხელის შემშლელი. ამას ამბობს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული კომისია, იმ ქართული ოცნების, რომელმაც 28 ნოემბერს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა და როდესაც დადგება დრო და გვექნება ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო, ალბათ არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიაზე, არამედ სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ ის ადამიანები, რომელთაც დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება. თუმცა რა შეიძლება ეს ემსახურებოდეს, ბუნებრივია იმას, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთა საქმიანობა, ალბათ იქ წერია რომ 2012-2025 წლებშიო და არ ამგონია ეს ბიზნესს ეხებოდეს, თუმცა ბოლო წლებში, როდესაც ისინი პოლიტიკაში შემოვიდნენ და რომელთა საქმიანობა ისევე როგორც მთელი ჩვენი პარტიის, ხო, ლელოს ძლიერი საქართველოსი, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესების გატანას და ადვოკატირებას ემსახურებოდა საგარეო ასპარეზზე, ეს თურმე შეიძლება ყოფილიყოს ქართული ოცნებების რაღაც სასანქციო პოლიტიკის ლობირება, ანუ შეიძლება ეს ოცნების მხრიდან კიდევ ერთი დამატებითი სათქმელი იყოს იმასთან დაკავშირებით, როგორ წუხან ისინი ინდივიდუალურ სანქციებზე და ჩვენ ვიცით, რომ საგარეო ასპარეზზე ამ მიმართულებით მუშაობდნენ კონკრეტული პარტიები. ეს ჩანაწერი მათი მხრიდან იმის აღიარება ხომ არ არის, რომ ეს აწუხებდათ და ამას შეეცდებიან ეს გადათარგმნონ, რომ ეს რაღაც ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულება. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვივარაუდოთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ დაბარებაში მეტი არაფერი არის ნათქვამი, თუმცა თუ სანქციებზე მიდგა საქმე, რა თქმა უნდა, სანქციები ქართული ოცნების პირების წინააღმდეგ, რომელთაც
და საქართველოში დემოკრატიული პროცესი ჩაახშეს, რომელთაც მიიტაცეს ხელისუფლება, რომელთაც მიიტაცეს არჩევნები, რომელთაც დაარღვიეს მასობრივად ადამიანის უფლებები, 300-ზე მეტ ადამიანს, რა ვიცი, თავპირი დაალეწეს რეალურად, ხო, ამ სიტყვებით რო ვთქვათ, ამ ადამიანების წინააღმდეგ სანქციები არის ბუნებრივი და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი რეჟიმის დელეგიტიმაციისათვის. თუმცა ჩვენ პარტიის ხაზი ყოველთვის იყო ესეთი, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დააზარალდნენ და უნდა დააზარალდნენ მხოლოდ და მხოლოდ ისინი, ვინც აზარალებენ და ჩაგრავენ ქართულ საზოგადოებას, ქართული ოცნების მესვეურები, მათი მაღალჩინოსნები, ძალოვნები და სხვანი. რაც შეეხება ამ მეორე საკითხს, ხო, ამითი მე მგონი ნათქვამია კიდევ ერთხელ, რომ ხო, არ სურს ოპოზიცია, არ სურს პროდასავლური ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილს. პერსონალურად ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მისთვის ძალიან დიდ ხინჯს წარმოადგენს თვალში და შესაბამისად ამან მე მგონი კიდევ ერთხელ სხვა მხრივაც რომ შევხედოთ ალბათ უნდა იმ ადამიანებშიც რაღაცა გრძნობა გამოიწვიოს, ვინც ურცხვად და უტიფრად და უაპელაციოდ ბოლო დღეების დისკუსიის გახსნის ფონზე 1000 ბინძურეს აბრალებდნენ როგორც ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ასევე მთელ ლელოს, რომ თითქოს გარიგებულები ყოფილან ივანიშვილთან და ასე შემდეგ. რა ვიცი, ძალიან მალე გამოჩნდება, რომ გაიზრდება თუ არა სინდისის პატიმრების რიცხვი ლელოს ლიდერებით და სხვა ლიდერებითაც, რომლებიც კიდევ გიორგი, როგორი გადაწყვეტილება იქნება 20-ში მიღებული? ეს იმოქმედებს თუ არა იმ პოლიტიკურ დისკუსიაზე, რომელიც გუნდის შიგნი პოლიტიკურ სპექტრის ნაწილშიც არის და პირველ რიგში გუნდის შიგნით არის ახლა არჩევნებში წასვლა, არ წასვლა ეს თემა. ანუ ამაზე ექნება გავლენა 20 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებას? ჩვენი გუნდის შიგნით არის ძალიან მყარი პოზიცია და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციაც არის შემდეგი, რომ ვერანაირ ზეგავლენას ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მივიღებთ, ვერ მოახდენს ის შანტაჟი, რომელსაც იყენებს ივანიშვილი ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ. ციხეში იქნებიან თუ გარეთ იქნებიან ჩვენი ლიდერები, ჩვენ მაინც გადაწყვეტილებას მივიღებთ ავტონომიურად და ვიღებთ ქართული საზოგადოების, ჩვენი ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვერავინ სხვა საბოლოოდ პარტიის სწორედ ეს თქვი, რომ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ და ის არ იქნება დამოკიდებული 20 ივნისის სასამართლის გადაწყვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჯერ არის წინ, ან ჩვენ პროცესში ვართ ზოგადად და როგორ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ვერაფრით ვერ შეუშლის ხელს ხაზარაძე ჯაფარიძის ციხეში ყოფნა თუ გარეთ ყოფნა. აქ ჩვენ პარტია ვართ, პასუხისმგებლობიანი პარტია ვართ და დიახ, იქნება ბრძოლა ისეთი, როგორც შემოგთავაზებს ბარიერების მიუხედავად. ჩვენი კოლეგა ვიკა ბუკია მოსამართლე დავით თეთრაულმა 4000 ლარი დააჯარიმა. ეს არის პოსტი, რომელიც მან 13 ივნისს დაწერა. უკაცრავად, ეს არის Facebook პოსტი და ასევე 13 ივნისს დააჯარიმეს ასევე ჩვენი კოლეგა ეკა მიშველაძე, ასევე 4000 და 3000 ამ ოდენობის იქნა, უფრო მეტ შემთხვევაში 4000 ლარიანი ჯარიმა იქნა გამოყენებული და სწორედ 4000 ლარი ყველაზე მაღალია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს თქვა ჯარიმის ოდენობას შორის, თუმცა ასევე იყო ადმინისტრაციული პატიმრობა, ახლა არის 4000 ლარიანი ჯარიმა გამოყენებული. მოკლედ ვიკა ბუკია 4000 ლარი დააჯარიმეს, ცოტა ხანში მას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. გიორგი, რაც შეეხება ამ დისკუსიას, რომელზეც ბოლოს მამუკა ხაზარაძე ლაპარაკობდა, რომ იქნება გარკვეული შეთავაზება აქტივისტებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის. მათი მხრიდან მე ვიცი რომ ქონდათ გარკვეულ წრეებთან კომუნიკაცია, მათი მხრიდან სოციალური ქსელი თუ ვიმსჯელებთ, დიდი ენთუზიაზმი არ არის ამ პოლიტიკური იდეის მიმართ. თქვენი წინა შეკითხვიდან ერთგვარი ხიდი რომ გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, ციხეში იქნებიან თუ არა ხაზარაძე და ჯაფარიძე, ისინი იბრძოლებენ როგორც იბრძვიან ხოლმე პოლიტიკოსები ციხიდან, გუნდი იბრძოლებს გარედან და სწორედ ბრძოლის შეთავაზება არის მთავარი არსი, ხო, ჩვენი ინიციატივის. უბრძოლველად არ დათმობა
ივანიშვილისთვის არც ერთი ფლანგის და მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება იყოს ერთი ასეთი ფლანგი, განსაკუთრებით თბილისი და მოდი ვისაუბროთ ემპირიულად, ხო, იმითი რაც არის გაზომილი ერთი მხრივ და მეორე რაც არის თუნდაც გაყალბებული შედეგები. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ თბილისში 42% აიღო, ხოლო 4-მა ჭყალებში ბარიერ გადალახულმა ოპოზიციამ ჩვენ არ ვაღიარებთ რა თქმა უნდა ამ შედეგებს, მაგრამ ამ შედეგებითაც კი ბარიერ გადალახულმა ოპოზიციამ აიღო რამდენიმე პროცენტით მეტი ჯამურად, ვიდრე ქართულმა ოცნებამ დაკარგულ ხმებს რომ თავი დავანებოთ. მას მერე მოხდა 28 ნოემბერი, ამდენი თვის განმავლობაში არის უწყვეტი პროტესტი და სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რეკორდულ ნიშნულზე არის ოცნების რეიტინგი დავარდნილი. თბილისში ეს არის 25%. გიორგი, მაშინ როდესაც არის 67% დაახლოებით 2024 წლის არჩევნების შედეგთან აკეთებთ პარალელს, იქ ყველა პარტია მონაწილეობდა. ახლა თუ ეს იქნება ნაწილობრივი მონაწილეობა, ოპოზიციურ ამომრჩეველს ექნება თუ არა იგივე ენთუზიაზმი, იმიტომ რომ ამ კვლევამაც აჩვენა, რომ მათ ნაწილში 33%-ზე ლაპარაკობდა ჩემს ეთერში იაგო კაჭკაჭიშვილი, 33%-ს კატეგორიულად არ უნდა. ანუ და მით უმეტეს თუ მთელი რიგი პარტიები არ შევლენ არჩევნებში, მაგალითად 4 და 5 ნომერი ამის შესახებ კაფეო განცხადებას აკეთებს, ოპოზიციური ამომრჩეველი იმ ენთუზიაზმს, რომ თუნდაც 20-24-ის შედეგის გამეორება შეძლოთ, შეინარჩუნებს თუ არა. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ჩვენ ხომ გადაწყვეტილება არ გამოგვიცხადებია. სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ერთობისკენ მოუწოდებთ და დისკუსიისკენ მოუწოდებთ, როდესაც ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ საპასუხოდ ვიღებთ არაკოლეგიურ და აგრესიულ კამპანიური ხასიათის თავდასხმებსაც კი, ჩვენ ვამბობთ, რომ მოდი ვისაუბროთ, მოდი ავწონოთ, რა შეიძლება იყოს უკეთესი და ერთიანობა და ერთიანი ფლანგით, ერთიანი ფრონტის და ერთიანი ძალებით შეტევის შედეგად დავეხმაროთ ჩვენს მთავარ მიზანს. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, როგორც ერთადერთი გზა კრიზისის გადაჭრისა და რეჟიმის ცვლილებისა, რა თქმა უნდა, სინდისის პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად. ვიბრძოლოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ასევე ერთიანად და გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რაც არის გაზომილი და დადასტურებული, გამოვიყენოთ, რომ ოცნებას აქვს რეკორდულად დაბალი რეიტინგი ქალაქში და რომელსაც აქვს ამ რუსული რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ქალაქს, დედაქალაქს, თუ ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და მთელ ძალისხმევას აქეთკენ მივმართავთ, შევძლებთ რომ დავდოთ შედეგი და როგორც მინიმუმ ქართულ ოცნებას შეუქმნათ ისეთი პრობლემები, რომელიც მას ნამდვილად არ უნდა და ეს ძალიან ბევრჯერ დადასტურდა და მე მგონი დღევანდელ დღესაც რომ არ სურთ მაგალითად ევტო ოდირის მოწვევა. ერთმანეთში რაღაც შეთანხმების მიღწევის ხედავთ? ჩვენ ვსაუბრობთ ცალკეულ ლიდერებთანაც, ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, აქტიურ ჯგუფებთან, ისინი ვინც არიან თუნდაც წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული, იმიტომ რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არის ის მთავარი ღერძი, რომლის გარშემოც პოლიტიკური პროცესი ტრიალებს და ამდენი თვის განმავლობაში დელეგიტიმაცია საგარეო ველზე და დელეგიტიმაცია ქართული საზოგადოების აღქმაში სწორედ ამ წინააღმდეგობის მოძრაობამ მოიტანა. პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან, რა თქმა უნდა, ეს კონსოლიდაცია არ უნდა შეეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ 4 მსხვილ კოალიციას, ასევე სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა არის ის სივრცე, სადაც უნდა შედგეს ასეთი დისკუსია. ეს არის ჩვენი შეთავაზება, ბრძოლისკენ მოწოდება, ბრძოლის დასახვა როგორც მიზნად, ერთ-ერთ შუალედურ მიზნად, ჩვენი მთავარი ამოცანის რეჟიმის ცვლილების მისაღწევად. ეს არის ჩვენი შეთავაზება, შესაბამისად, სანამ ეს რესურსი არსებობს და ამას ვხედავთ ჩვენ, სანამ ის არ ამოიწურება, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ პოზიციაში ვიქნებით მტკიცენი. კი ბატონო, მადლობა გიორგი, მადლობა, დავემშვიდობები გიორგი სიორიძეს და შვიცარიას